მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს უნდა ვნახოთ მეორე დასის მეოთხე დასის მეორე სიმღერა უნდა ვნახოთ დავარეაქტო თქო მინდოდა მეთქვა. დღეს უნდა ვნახოთ მეორე დასის სიმღერა, ვაუ, მაგარია. დღეს უნდა ვნახოთ მეოთხე დასის ახალი სიმღერა. ნუ როგორ ახალი, ცოტა დამაგვიანდა 1-5 დღით დარეაქტება, მაგრამ აქ თბილისში ვიყავი უნივერსიტეტში. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი. ნუ მე მგონი ყველა ვიცით საიდან არის ეს ფრაზა და აღარ ჭირდება ამას დიდხნიანი ახსნა განმარტება. ვნახოთ რა შემოგთავაზებს ვაჩე ამჯერად. ძალიან მაინტერესებს ხო ჩართული მაქვს OBS-ი. წესით მაგარი უნდა იყოს. რავი, კაი ჰაიპში კი არის როგორც მე მითხრა ძმაკაცმა. დავიწყოთ. მეოთხე დასი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი. 3, 2, 1 დაწყეთ. ამას არ ველოდებოდი. აუ, კარგია და ეს ძაღლების ხმა აფუჭებს ყველაფერს. მოგწონს. Damit. გამოიღვიძა ბუნებამ, გამოიღვიძა შენც. Das bache. დიდება თავისუფლებას დიდება. ჩემი ხატია სამშობლო. მთელი ქვეყანა. ხალხი ამბობს, საქართველო მე რამდენად განიცადე კრახი, საქართველო მე რამდენად უნდა გახდე ხარკი, მე რამდენი ახალგაზრდამ ჩავალაგოთ ბარგი, საქართველო მინდორველი არა, არის ხალხი, მაპატიე დღემდე რომ ვერ ვწყალო, ჩემი მას ვერ ვიღებ. გავიგე დღემდე რა, რეპერების სტარტი, საუცხოდ შემძულდი და უმალ შემიყვარდი, ეს ბოლო ვარდია. გონე პოეზია საფუძველი უდევს გენში, ასე ვკითხულობდი პუბლიცისტურ წერილებში, როცა ხეირობდნენ მტრები თაობათა ომით, იყო განათლება პოეზიის ამბიონი, მე 20 საუკუნის დასაწყისი ქროდა ნიავს, მაშინაც არ მოსწონდა ეკლესია რუსფანიას, და როცა თავისუფლების გზა ეხებოდა ტყბიას, მხოლოდ პოეტები არ იცვლიდნენ პოზიციას, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის საქმე, მხოლოდ ქართველია სულცარი ელტარიელი, მაშინაც კითხვიდან ბედნიერი იყო ბერი და თავში უბრახულე სულაკაკი წერეთელი 1907 წელი დაილიას მკვლელი აუ ძალიან მაგარია სრულებელი ქართველი რაც კი დასამხობად ბრძანა რუსის კავალერმა ქართველმა საწყოდ შეასრულა დავალება აქ არ არის კონტრასტი აქ არიან მღდალები და ნიჭიერები აქ არიან არტისტები ცხოვრებაში უიღბლოები ნამდვილ სცენაზე აქ არიან უხმო მომღერლები დამანეთ ეს ქვეყანა 1917 ივლისს წერა ჩაესვენა ძირს პაოლოიაშვილის წერალთა სახლის ურდოს ხოვდა ძმები და ისმინა არავის მოусმინა მოციქული გახდა ტყვია არ ვიცი შეიძლება დამებლოკოს ვიდეო რო არ ვლაპარაკობ მაგრამ მე მგონი ქართული სიმღერები არ იბლოკება კოლექტივი ხარობს მთელი SSR ჩვენისთანა ბედნიერი არა არსად არის ერი 1927 წლის ასევე თვალწინ გვიხრეტენ მიხეილ ჯავახიშვილს თარიღი ცნობილია 30 დეკემბერი გეუბნები მთელი საქართველოს ისტორია ამ სიმღერაში გაერთიანებული არა იმიტომ რომ რომელიმე შექსპირია იმიტომ რომ საქართველოს მათინაშტის ეშინია გადაიარა ამ საქართველოს დამხრლობის წარენიომა ამ ჩემს სამშობლოს ბებერ მიწაზე ყველა წისქვილმა დაიტრიალა მაგრამ მაინც ჩემს გენი ქართული ახალთაობისია გუნდია ერთმა გვაჩუქა მერაბ კოსტავა და პრეზიდენტი გამსახურდია პრეზიდენტი მხოლოდ ქართულად იბრძვის აქტებს სწოვე რეფორმების და საქართველოს ერთი მუშტია მძვალ შეცდომებს არის მეორე მაგრამ ზურგს უკან ისევ ქართველი ჩასაფრებული დათვი ვიტორა ვერ შეიძლება ძალაუფლებას გამოიღვიძა თენგიზ კიტოვა მერე დაიწყო ომი დაყოფა და ერთმანეთის სტრებად ვიქეცი სამაყო ჩვენ არაფერი გვაქვს ვერც ერთხელ სწორად ვერ მოვიქეცო ერთ ერთხელ სწორად ვერ მოვიქეცით
სახლებს რომ უფეთქებდნენ ჩვენის თაობა გვიკითხავს მორალს ზვიად იმარხია ტყეში ჯაბა პარლამენტში საქართველოს ბედი შევარდნაძის კაბინეტში მიტომ გეკითხები ამ თაობას რატომ ერჩ დახლით საქართველოს კაიფობთ რა ხელა აზრი დევს ამ კლიპში მაგრამ ყველა შეცდომა სუცხრად არივე დერჩი შეცდომა სუცხრად არივე დერჩი ყველა მოგიხაროთ ქედი მოგიხადოთ ვალი სათხავს საქართველოს დასაჭერი მომავალი მაშინ გაუჩერდეს ვაჩეს მისი გული მკერჩი როცა არ იდგება დაჩაგრული ხალხის გვერდში მაშინ გაუჩერდეს ვაჩეს გული მკერჩი აუჩი ასე გავიზარდე ასე გავიზარდე აჩა გავთიშოთ ეს ობიესი და ვალაიქებთ იმ წამსვე ვაუ სეგი ეს იყო მეოთხე დასი ვაჩე ჩვენისთანა ბედნიერიდან არის სადმეერი არ ვიცი მაგარი იყო მართლა ყოველგვარი გადამეტებების გარეშე მართლა მაგარი იყო რამდენი აზრი დევს უბრალოდ ამ ერთ კლიპში მოყოლებული ჯერ როგორც თქვი რომ საქართველოს თელეისტორია კონდა ფაქტობრივად ნახსენები შეიძლება მთელი არა ახლა თელს როგორ ახსენებ საქართველოს იმხელა ისტორია აქვს მაინც მაგრამ ცუდი გაგებით არ ვამბობ მაგას პირიქით ძალიან კარგი რაღაც გააკეთა ანუ ილია ჭავჭავაძეს ახსენა აკაკი წერეთელის მერაბ კოსტავაც და ყველა გამორჩეული უმეტესობა გამორჩეული პიროვნება საქართველოსთან ყველა უმეტესობა ბევრი გამორჩეული ქართველი ახსენებოდა ამაზე შევჩერდეთ და ხო ძალიან კარგი იყო ანუ ბოლოში რო ახსენა როგორ იყო ონაც ეწეროს აბატონო პირველივე კომენტარი მაშინ გაუჩერდეს ვაჩეს გული მკერდში როცა არ იდგება დაჩაგრული ხალხის გვერდში ეს არ ვიცი ძალიან მაგარი ქართველების ყველა დადებით და უარყოფით თვისებასაც გაუსვა ხაზი რაც მე პირადად ძალიან მომეწონა და სათითაო და ახლა ყველას განხილვას არ ვაპირებ მაგრამ ამიცოდეთ ძალიან მომეწონა აზრს დარწმუნებული ვარ ახლა ნებისმიერი თქვენგანი ხვდება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შვენიერი იყო ვერაფერს სხვას ვიტყვი და ვაუ არ ვიცი აშკარად იმსახურებს 20,000 ლაიკი აქვს და 20 მილიონსაც იმსახურებს და რა ვიცი 20 მილიარდს ნუ კაი ხო მაგდენი ხალხი არ არსებობს 200 მილიონსაც იმსახურებს ამას ვიტყვი არ ვიცი აპლოდისმენტები არა მეოთხე დასი გეუბნებით მეოთხე დასი არასდროს მიცრუებს იმედებს აი დაგემშვიდობებით ახლა რაღა დაგვრჩენია სხვა დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი კიდევ დიდი ხანი მაგრამ ძალიან დიდი ხანიც არ მინდა ახლა რომ წვიმანებს დავუთმო იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ცოტა მოსაბეზრებელიც იქნება დაგემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ეს სიმღერა პირველ რიგში ამას ვიტყვი იმედია მოგეწონათ ჩემი რეაქცია თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი გამოწერა კომენტარების დატოვება და არის ღილაკის გააქტიურება ნახავთ შემდეგ ვიდეოში კარგად გრძანდებოდეთ